მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება საინტერესო გაშლა და მიეძღვნება თემას. რა არის ახლა? რა ცხოვრების ეტაპზე ხართ ახლა და რა ცხოვრების ეტაპზე გადახვალთ? რა იქნება, ხო? ახლო მომავალში. რა თქმა უნდა, არ დავივიწყოთ, რომ ყველაფერი ყოველ შემთხვევაში თუ ყველაფერი არა, უმრავლესობა, უმეტესობა ჩვენს ცხოვრებაში დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვენს ფიქრებზე, ჩვენს ქმედებებზე, ჩვენს განწყობებზე. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ტარო ისეთი ინსტრუმენტია, რომელიც დიაგნოზირებაში, რაღაცების პროგნოზირებაში შესაძლოა დავეხმაროთ, ჩვენი ცხოვრების მთავარი პერსონაჟები ვართ ჩვენ და გთხოვთ ეს გახსოვდეთ ნებისმიერი გაშლის ყურების მოსმენის დროს. ხო, ესე იგი, დღეს საწყობზე ვზივარ და ამიტომ ცოტა ისეთია. კარგი, გვექნება სამი პოზიცია, როგორც სულ დავდებ ახლა მე სიგნიფიკაციებს. პირველი პოზიციის ცხოვრების ეტაპი, თუ რა ეტაპზე არის ახლა, მეორე პოზიციის ცხოვრების ეტაპი და მესამე პოზიციის ცხოვრების ეტაპი. ასე გავაკეთოთ ახლა ჩვენ ეს ამბავი. პირველი პოზიცია, ესეთი ქვა. მეორე პოზიცია, დავდოთ და მესამე პოზიცია. პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია. ვისაც უფრო მეტი დრო დასჭირდება, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და შემდეგ შემოგვერთეთ, ჩვენ კი დავიწყოთ. დავდება ახლა მე ამას და დავიწყოთ პირველი პოზიციით. ხო, ვნახოთ პირველი პოზიცია მისი ცხოვრების როგორ ეტაპზე არის ახლა, რა ეტაპზე არის, ხო? ნახოთ. 10-იანი კვერთხები. კარგი. რა ეტაპზე არის პირველი პოზიციის ცხოვრება ახლა, უფრო ვრცლა. პირველი პოზიციის მთავარი წამყვანი ენერგია მისი ცხოვრების ამ ეტაპზე აქ არის რაღაც სიმძიმის მოხსნა თქვენს მხრებიდან. შესაძლოა ეს იყოს შინაგანი სიმძიმე, ან ფიზიკური სიმძიმე, გარეგანი სიმძიმე, ვალდებულებები, პასუხისმგებლობები, საქმეები, ფიქრები, შინაგანად გრძნობდეთ თავს. აი, როგორ თქვა, დაჭიმულად, დაძაბულად, ხო? აი, ზუსტად ამ ეტაპზე ხართ ახლა, როდესაც თქვენს ცხოვრებაში რაღაც დიდ ბალასტს ტოვებთ, რაღაც ბევრ რაღაცას ატარებთ თქვენს მხრებზე და ზუსტად ახლა ხართ იმ ეტაპში, როდესაც აი ამ ყველაფრის მოხსნის, დადების და წასვლის დრო არის. აი ამ ეტაპზე იმყოფებით ახლა აქ პირველი პოზიცია. ვისთვისაც ეს სიგნიფიკაცია რეზონირებს და მოდის ახლოს, ხო? ესე იგი, კი, ეს თქვენი პოზიციაა. თუ არ რეზონირებს, მაშინ აირჩიეთ სხვა პოზიცია. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის ზოგადი საჯარო ინფორმაცია, რაღაცა დაემთხოვა, რაღაც არ დაემთხოვა, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი უსმენს და ყველას ინდივიდუალური მდგომარეობები და სიტუაციები აქვს. კარგი, კიდევ რა ეტაპზე იმყოფება ახლა? პირველი პოზიცია მისი ცხოვრების ეტაპი გვაჩვენეთ პირველი პოზიციის. ხო, აი ზუსტად ახლა არის ის ეტაპი, რომ რაღაც მომენტები პირველ პოზიციამ შეიძლება თქვას, რომ აი რაღაც ხანგრძლივად გაგრძელდა ჩემი პაუზა, რაღაც ხანგრძლივად არ ვითარდება, ან ვერ ვითარდება. შესაძლოა რაღაც ტორმუზები იყო თქვენს რომელიმე სფეროში, ან თქვენს ცხოვრებაში, ან შინაგანად გრძნობდით, რომ აი რაღაც ციკლურად მიდის ყველაფერი და რაღაც დიდი ახალი ვაუ სიტუაციები არ ხდება, ხო? აი ეს ეტაპი იყო აქ. ეს რეალურად იმიტომ ხდებოდა, რომ რაღაც მომენტამდე უნდა მისულიყო აქ პირველი პოზიცია, რომ ვაუ მომენტი ყოფილიყო, აი რომ გაგერღვიათ ეს ციკლურობა. მე ვიტყოდი აქ ძალიან ისეთი მომენტია და ეტაპია, სადაც პირველი პოზიცია მომენტში რაღაცების გადახედვა, გადაფასება, გადახარისხება, საკუთარ თავში უფრო მეტად ჩახედვა, საერთოდ ცხოვრების სხვა მხრიდან დანახვა.
და აი ზუსტად პირველ აი ამ ახსნას რომ დავუბრუნდეთ და დავუკავშიროთ ეს ინფორმაცია ამ ახსნას ზუსტადაც ის რომ აი ამ შინაგანი დაძაბულობების, შინაგანი რწმენები მაგალითად რაც გქონდათ, ან ნუ დარწმუნებული იყავით რომ აი ეს 100-ია და სხვანაირად არა, ხო? აი ახლა არის ის ეტაპი, როდესაც მიდის რაღაცეების გადახედვა, გადმოხედვა და ძველი რაღაცეებისგან განთავისუფლება, რაღაცეების დატოვება, რაღაც ახალ მიმართულებებში წასვლა. აი უფრო მეტად აი ასეთ ეტაპში იმყოფება ახლა პირველი პოზიცია. კარგი, გავაგრძელოთ, ხო? თავარი კითხვა აქ. რა ეტაპზე გადავა? აი ამ ახლო მომავალში, ხო? ეს გაშლა აქტუალურია იმ დროდან და დღიდან, როდესაც მას ჩართავთ და მოусმენთ და ახლო მომავალი ავიღოთ, ნუ მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში, ხო? აი რა ეტაპზე გადავა? მეორე პოზიცია, აი ამ ახლო. მეორე კი არა და ვაიმე, პირველი პოზიცია. უკვე მეორეზე გადავედი. აბსოლუტურ კრეატიულ ენერგიებში გადადის აქ პირველი პოზიცია, სადაც ირთვება თქვენში შემოქმედებითობა, რაღაცის შექმნის სურვილი. გადადიხართ იმ ეტაპზე, როდესაც თქვენ რაღაცას ქმნით, რაღაცას თქვენსას ქმნით. იქნება ეს ბიზნესი, იქნება ეს თქვენში შინაგანად ინტუიციის გახსნა და ამით ხელმძღვანელობა. ვისთვის რა თქმა უნდა, აქ დეტალებში არ ჩავდივარ, რადგანაც ეს ზოგადი გაშლა. მაგრამ აი მთავარი ეტაპი არის საკუთარი ფემინური ენერგიის გახსნა. ყვავილივით გადაბურჩქნა თქვენი ფემინური ენერგიის, თქვენი ინტუიციის გახსნა, საკუთარ თავის შინაგანი ხმის გაგონება, საკუთარ თავში დარწმუნებულობა, უფრო მეტი სექსუალური ენერგია, მიმზიდველი ენერგია, თქვენ თვითონაც კი რომ მოგწონთ და ღებულობთ საკუთარ თავს, დარწმუნებული ხართ საკუთარ შესაძლებლობებში და უბრალოდ აი ჟარგონულად ვიტყვი, აკეთებთ იმას, რასაც გრძნობთ, რომ აი ეს მე გამისწორდება. ან ეს მე მაგრად მომეწონება და აი ვიცი, გრძნობ, რომ აი ამ მიმართულებით უნდა წავიდე და თუნდაც გავრისკო, მაინც გავაკეთებ, ხო? მაგრამ აქ არ არის დაუფიქრებელი მომენტი, აი ისეთი დაუფიქრებელი, რომ მე რეინანოთ, ხო? აქ ეს არის გრძნობა, აქ იგრძნობა რაღაც შინაგანი სიბრძნე, ინტუიციას ხმას, რომ მე მივყვები და მე მინდა ეს ენერგია რაღაცაში ჩავდო, რაღაცა შევქმნა. საკუთარი თავის დიდი პოტენციალი რეალიზების. აი ძალიან მაგარი ეტაპია, მინდა ვუთხრა აქ პირველ პოზიციას. კარგი, რას მოუტანს? ესეც დადებითი გასაგებია პრინციპში რომ იქნება, ხო? მაგრამ მაინც ეხა რაღაც მეკნაკლებად კიდევ დავსვათ კითხვა, რას მოუტანს პირველ პოზიციას, აი ეს ახალი ეტაპი, რაზეც ახლო მომავალში გადავა, რას მოუტანს? ახალ ემოციებს ვიტყოდი, ვისთვისაც აქტუალური იყო აქ პარტნიორის პოვნა, ან სასიყვარულო ურთიერთობებში შესვლა. აი ზუსტად ეს მომენტი, რომ რაღაც შექმნათ ვიღაცასთან ერთად, ან რაღაც დაიწყოს ვიღაცასთან ერთად. ვისაც უკვე ყავს პარტნიორი, ამ ადამიანთან ერთად კიდევ უფრო გაღრმავება ემოციების, კიდევ უფრო დაახლოვება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია აქ აქტუალური იქნება პირველი პოზიციისთვის, საკუთარი თავის მიღება და შეყვარება. აი აქ თქვენ აი როგორ თქვა სწორად აყვავდებით, აი ასე ვიტყვი უფრო. აყვავება, შინაგანი გადაყვავება და აყვავება ეტაპი არის ეს პირველი პოზიციისთვის. ეს ეტაპი ასევე დაგეხმარებათ, რომ რაღაც გაურკვევლობებიდან გამოხვიდეთ, აი ამ ბნელ გვირაბიდან გამოხვიდეთ, რაღაც ახლისკენ დაადგეთ და ეს იყოს სტაბილური, პატარა, მაგრამ სტაბილური, გამახარებელი, ამავსებელი ნაბიჯები, რაშიც თქვენ იქნებით დარწმუნებულები, სადაც გექნებათ პერსპექტივები, რომ საკუთარი თავი სხვა რაკურსიდანაც დაინახოთ და კიდევ უფრო განავითაროთ და უბრალოდ შეხედოთ საკუთარ თავს, აი როგორი მაგარი ვარ, რა მაგრად გამომდის რაღაცეები და მოდი მე ისევ შექმნას დავუბრუნდები, რაღაცეების შექმნა, რაღაცეები წამოვიწყო, იქნება ეს ბიზნესი თუ ჩემი პიროვნული განვითარება თუ კიდე რაღაც სხვა სფერო, რომ უფრო მეტად გავიშალო, უფრო მეტად გავეხსნა საკუთარ თავს, უფრო მეტად გავეხსნა სამყაროს. აი აქ ისეთი ეტაპია პირველი პოზიციისთვის, სადაც პირველ პოზიციას აღარ ეშინია დაანახოს საკუთარი თავი მსოფლიოს, დაანახოს საკუთარი თავის სოციუმს. აი მე ასეთი ვარ და არ ეშინია პირველ პოზიციას, ნუ ამ ეტაპზე რაც მოდის, ხო, არ ეშინია, არ ფიქრობს, ვინ რას იფიქრებს, ვინ რას ეტყვის, უწოდებს, აი ეს კომპლექსები, ეს ფოთვები, ეს ზედმეტი ფიქრები, ეს
ყველაფერი მიდის. აქ არ იგრძნობა ეს. რა თქმა უნდა, თუ თვითონ პირველ პოზიციაც ხელს შეუწყობს ამ პროცესებს, კიდევ უფრო მარტივად იქნება ბევრი რამ, ხო? კარგი. ნახოთ კიდევ, ხო? კიდევ გადავხედოთ. ამდასტით ნახოთ კიდევ რას მოუტანს ეს ახალი ეტაპი მის ცხოვრებაში. პირველ პოზიციას ამ ახლო მომავალში კიდევ რას მოუტანს. მსხვერპლის როლიდან გამოსვლა, მსხვერპლის ფაზიდან გამოსვლა, იმ ფაზებიდან გამოსვლა, სადაც თქვენ ელოდებოდით, რომ ვიღაც გადაგარჩენთ, ვიღაცას, არის ხოლმე ასეთი მომენტები, ყველას გვაქვს, რომ ველოდებით, რომ ვიღაცა ახლა მოვა და გადაგვარჩენს და ამ რაღაც რთული პერიოდებიდან გამოგვეყვანს და დაჯდება საჭესთან და წაიყვანს ჩვენს ცხოვრებას იმ მიმართულებით, რაც ჩვენ გვინდა, ხო? ზუსტად ამას მოიტანს, რომ იმას კი არა, რომ ვინმე გადაგვარჩენს, არამედ თვითონ პირველი პოზიცია დგება და ამბობს, всё, არ მინდა, არ ველოდები არავის, რასფეროც არ უნდა ხებოდეს კიდევ ერთხელ, ავდგები და ჩემით გავაკეთებ. ჩემით გადავწყვეტ რა მინდა, სად მინდა და როგორ წავიდე ამ მიმართულებით. ძალიან დიდი რწმენა საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში, ამბიციები, მოტივაცია და საკუთარი თვითშეფასების ამაღლება. პიროვნული ზრდა აქ იქნება ისეთი მთავარი წამყვანი ამ ახალ ეტაპზე. მაინც გვაჩვენეთ პირველ პოზიციის ცხოვრებაში უფრო მეტად მისი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება ეს ახალი ეტაპი. მაღალი არკანით გვაჩვენეთ პირად ურთიერთობებს, სასიყვარულო ურთიერთობებს ვიგულისხმობ, უფრო სწორი იქნება. თვით განვითარებას, საკუთარ თავის განვითარებას, პიროვნულს, ჯანმრთელობა, ფიზიკური, მენტალური, კარიერას, ფინანსებს, მის რუტინულ ცხოვრებას თუ ყველა სფეროს შეეხება. სავარაუდოდ აქ ორი სფერო შესაძლოა გქონდეს. კაი. სასიყვარულო ურთიერთობები აქ აშკარად იქნება ერთ-ერთი წამყვანი ამ ახალ ეტაპში, ასე რომ ვთქვათ, ხო? რატომ იქნება ეს წამყვანი? რას ნიშნავს ეს? გვითხარით უფრო ვცვლად. ოკეი. ვაუ, მე ვიტყოდი აქ ძველი სცენარების, რაც იყო თქვენს ურთიერთობაში, ან რასაც ვერ ხურავდით, ან რაღაც ურთიერთობა არ სრულდებოდა, ვერ სრულდებოდა, ან დასრულებული იყო ფიზიკურად, მაგრამ თქვენში არა, ხო? ზუსტად ამ დევილისგან გამოსვლა, ამ სირთულეებიდან, მიჯაჭვულობებიდან, ტოქსიკური ურთიერთობებიდან, საბოლოო დასრულება ამ დევილის სასიყვარულო ურთიერთობებში. კი. ამის საბოლოო დასრულება, იმიტომ რომ აქ პირველი პოზიცია იწყებს საკუთარი თავის უფრო მეტად შეყვარებას, დაფასებას და ასე შემდეგ და ამიტომაც იქნება აქ წასვლა დევილის თქვენი სასიყვარულო ურთიერთობებიდან. ოკეი, ეს არის ჩვეულებრივი ამბავია. პირადი განვითარება, განვითარებაც იქნება აქ. კვერთხების დედოფალი იყო ამ ახალ ეტაპზე და აქ კიდე კვერთხების მეფე. აშკარად გექნებათ აქ საკუთარი თავის განვითარება ძალიან ისე ენერგიულად. ჯანმრთელობა აქ დადებითად შვენიერი, კარიერაში ტრანსფორმაციები არის, ფინანსები, რუტინული ცხოვრება, კი, რუტინულ ცხოვრებას, ოჯახს, თქვენს ყოველდღიურობას შეეხება ეს ახალი ეტაპი. და ყველა სფერო ერთად, კი, ყველა სფეროში იქნება აქ ტრანსფორმაციები აბსოლუტურად. პირველი პოზიციის ცხოვრებაში რეალურად ეს ახალი ეტაპი შეეხება ყველა თქვენს სფეროს. კარგი. ნახოთ ასე ახლა ჩვენ. რა გაითვალისწინოს ამ ახალ ეტაპთან დაკავშირებით პირველმა პოზიციამ. რა ესეთი გამოწვევები შესაძლოა აქ დადგეს მის წინაშე ამ ახალი ეტაპის დროს პირველ პოზიციის ცხოვრებაში. ეს რაღაც არის Knight of Wands თუ რაღაც ვიღაცასთან დაკავშირებით. ოკეი. და რა არის ეს რა გამოწვევა? ეს ნახეთ, დევილი სასიყვარულო ურთიერთობებში ხო იყო? და აქ რა გამოწვევები მეთქი, ნახეთ, კვერთხების რაინდი, პენტაკლების დედოფალი, აქ რა გამოწვევა შესაძლოა იყოს აქ ამ ახალ ეტაპში პირველ პოზიციისთვის. ის, რომ შესაძლოა თქვენ შეგეშინდეთ ისევ ენდოთ პიროვნებას, რომელიც დიდი ალბათობით იქნება თქვენს სასიყვარულო სფეროში, ხო?
შიში იმისი, რომ მე გავეხსნე ახალ გრძნობებს, იმიტომ რომ მე გარკვეული ისტორიების გამო მეშინიან მივეჩვიე, რომ საკუთარი გრძნობები, საკუთარი ფიქრები, საკუთარი განცდები, რწმენები იმისი, რომ აი არსებობს ასეთი სუფთა ღრმა სიყვარული თითქოს და აღარა მაქვს და დავკეტე ეს ყველაფერი ჩემში, ხო? და მეშინია რომ გავეხსნა ამ ყველაფერს. მეშინია რომ მივცე შანსი, იმიტომ რომ არ მინდა ისე მიმატოვონ, არ მინდა რომ დაცლილი დავრჩე. აი ამ ყველაფრის შიში არის აქ დაბრკოლება პირველ პოზიციისთვის და ეს ახალი ეტაპი რაც მოდის, შეეხება თქვენს პირად ურთიერთობებს დიდად, ძალიან დიდად, რადგანაც აქ ტრიგერი იქნება თქვენი შიშები, კომპლექსები, მიჯაჭვულობები, პლუსი ამბავი არის ის, რომ აქედან გამოხვალთ, რა თქმა უნდა, გამოვა ის, ვისაც იქნება მის სურვილი, და როგორც იქნა დაასრულებთ ამ შიშებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ისეთია, კომფორტული ზონიდან გამოსვლა მოგიწევთ თქვენს ემოციებთან დაკავშირებით და შიშებთან დაკავშირებით თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში. აი ეს იქნება number 1, ასე რომ ვთქვათ, დაბრკოლება აქ. კიდევ რა დაბრკოლება ექნება აქ პირველ პოზიციას ამ ახალ ეტაპში. პირველ პოზიციას ეგონება, რომ აი არ იმსახურებს. რომ აი ახალ შანსს აქ რო არ იმსახურებს, ხო? აი რატო? პირველ პოზიციას აქ ექნება ისეთი ისევ თქვენი რაღაც გარკვეული შიშები, საკუთარი თავის აი ბოლომდე როგორი რაღაცა იცი, აი მე არ მჯერა რომ მე ამას ვიმსახურებ. მე არ მჯერა რომ ეს შანსი ჩემთვის არის. მე არ მაგრამ უფრო მეტად მომივიდა აქ ფრაზა პირველად რომ დავინახე ეს სამი კარტი ის რომ მე ამას არ ვიმსახურებ. აი ეს დაბრკოლება. თვითონ აზროვნების სტილი რომ თქვენ არ იმსახურებთ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ იგრძნოთ რომ იმსახურებთ სიყვარულსაც, ყურადღებასაც, წარმატებას. ყველანი ვიმსახურებთ, თქვენს იმსახურებთ, ანუ არ გეგონოთ რომ თქვენ რაღაცებს არ იმსახურებთ. იმსახურებთ და მიეცით სამყაროს ამის შესაძლებლობა, რომ შემოგივიდეთ თქვენს ცხოვრებაში აი ეს შანსები. და ბუნებრივია ახლა, რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, რომ ეს შანსი მივიღოთ. მაგრამ ჯერ უნდა დავუშვათ ეს შანსი ჩვენს ცხოვრებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქ, რომ თქვენ აი და სხვათა შორის ნახეთ პენტაკლების დედოფალი ორჯერ ამოვიდა აქ დაბრკოლების კითხვაში. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ შეხედოთ თქვენს თავს, რომ თქვენ ღირსი ხართ. იმ ყველაფერი მაგარის, რაზეც ოცნებობთ და რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში და მოხდება. მიეცეთ საკუთარ თავს მანიფესტაციის შესაძლებლობა და ასევე თქვენც იჯდებით ისე რომ არაფერი არ გავაკეთოთ, ხო, ჩვენც ვიმოქმედოთ. ესეც მნიშვნელოვანი. აი, ასეთი ზოგადი ინფორმაცია იყო აქ პირველ პოზიციასთან და ნახოთ კიდევ ზოგადად ეს ახალი ეტაპი, რას მოუტანს პირველ პოზიციას მის ცხოვრებაში. გამოსვლას გაურკვევლობებიდან, გამოსვლას შიშებიდან, გამოსვლას ბუნდოვანებიდან, თუ იყო რაღაც საიდუმლოებები, ტყუილები, აი ამ ყველაფრის უკან ჩამოტოვება, ამ სიმძიმეებისგან და გაურკვევლობებისგან გამოსვლა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ. კარგი, რჩევა პირველ პოზიციას მის ცხოვრებაში, აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჯერა. Rchewa, solar plexus chakra. It is safe for you. Be powerful and take charge of your life in positive ways. ანუ შენთვისო უსაფრთხოა რომ შენი ძალა გამოიყენო, შეხედო შენს ძალას, გამოიყენო შენი ძალა შენს ცხოვრებაში, დადებითი გზით, რომ მაგალითად მართო შენი ცხოვრება მიმართულებით, რაც შენ გსურს, რაზეც შენ ოცნებობ და რაც არის, რა თქმა უნდა, შენთვის და სხვებისთვისაც უსაფრთხო არა დამაზიანებელი, ხო? აი სიმამაცე და უშიშროება ის საკუთარი ძალების. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქ. შეგეშინდებათ. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ. პირველ პოზიცია. შეგიძლიათ. ვისაც ეს გაშლა მოგეწონათ, აუცილებლად დალაიქეთ, ასევე დაწერეთ თქვენი უკავშირები კომენტარში. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ უფრო ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს ვიდეოები, ეს გაშლები და უფრო ბევრნი გავხდეთ და უფრო მეტი საინტერესო კონტენტი ერთად შევქმნათ და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე.
მივესალმები მეორე პოზიციას და ვნახოთ რა ცხოვრების ეტაპზე იმყოფებით ახლა. პირველ რიგში თქვენი ისეთი მთავარი სიგნიფიკაცია კარტი ამსახველის თქვენი ამჟამინდელი ეტაპის. რაღაც ახალი, გადაწყვეტილება და რაღაც ახალი. ვნახოთ, ვიკითხოთ უფრო მეტი. გვაჩვენეთ უფრო მეტი ინფორმაცია ამ ეტაპთან დაკავშირებით, რაც არის ახლა მეორე პოზიციის ცხოვრებაში. ახალის არჩევა, ძველის დატოვება და საერთოდ ახალი. აქ შეიძლება იყოს ახალი პროფესია, ახალი მიმართულებით წასვლა კარიერაში, ახალი ბიზნესი, ახალი ცხოვრების სტილი, ახალი სახლი, ახალი ქვეყანა, ქალაქი, ახალი. ეს არის მთავარი აქ. რომ რაღაც ჩვეულის, კომფორტულიდან, რაშიც დიდი ხანია იყავით, იქედან გამოსვლა საერთოდ ახალში გასვლა. და ძალიან ახლოს არის ხო ეს ყველაფერი ამ მთავარ კარტთან, რომ გააკეთოთ არჩევანი. აქეთ წახვალთ თუ იქეთ წახვალთ, ხო? იქნებით ისევ ძველში თუ გადახვალთ ახალში. აი ეს არის ახლა მეორე პოზიციის ცხოვრებაში. ამ ეტაპზე რაც ხდება ახლა მეორე პოზიციის ცხოვრებაში, ასე რომ ვისთვისაც რეზონირებს, უსმენთ. კარგი, პრინციპში რაც არის ახლა კი ვნახეთ, ამიტომ ასე დიდი ხანი არ გავჩერდები აქ. ვნახოთ აქ მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. რა ეტაპი ამ ახლო მომავალში, ამ 2 კვირის განმავლობაში მაქსიმუმ, კვერთხების დედოფალი, მოვა მეორე პოზიციის ცხოვრებაში. რა ახალ ეტაპზე გადადის მეორე პოზიცია ამ ახლო მომავალში. ახალი. საერთოდ ახალი. მე ვიტყოდი აქ ძალიან დიდი მნიშვნელოვანი მომენტია საკუთარ თავთან დაკავშირებით. საკუთარი შიშების გაცნობა, საკუთარ თავის გაცნობა, შეცნობა, უფრო ჩაღრმავება საკუთარ თავში. ინტუიციის გაღვივება, საკუთარი თავის ხმის გაგონება, ძალიან მეტი მჭიდრო კავშირი საკუთარ თავთან. საკუთარ თავის გაცნობა. ასე დავარქმევდი მე ამ ეტაპს, რაც ამ ახლო მომავალში შემოვა თქვენს ცხოვრებაში. აბა კიდევ გვაჩვენეთ რა ეტაპი იქნება ეს, ახალი ეტაპი, რა ეტაპი იქნება ეს. განვითარება ახალი მიმართულებებით, შესაძლოა სხვა ადამიანების გაცნობა, ან სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია და ამის მეშვეობით საკუთარი თავის განვითარება ან შეცნობა, შესწავლა. ზოგადად კომუნიკაციები, იქნება ეს რაღაც მაგალითად წიგნის მეშვეობით, ხო? ეს არა პირდაპირ კომუნიკაცია, მაგრამ წიგნის მეშვეობით ავტორი ჩვენ გვიზიარებს რაღაცას და ჩვენც ვიღებთ ამ ინფორმაციას, ხო? იქნება ეს ვიღაცა რაღაცას გიყვებათ პირდაპირ გზით, მაგალითად, ან რაღაც ლექციას ესწრებით, ვებინარებს, ტრენინგებს, არ ვიცი რა, როგორ აქ ძალიან ზოგადია ეს ყველაფერი, ამიტომ დეტალებში არ ჩავდივარ, რადგან საჭირო გაშლა, მაგრამ აქ მთავარი არის, რომ ეს ეტაპი იქნება აი თქვენი პიროვნების ახალ საფეხურზე გადაყვანა, რაც ზეგავლენას მოახდენს თქვენს სხვა ცხოვრების სფეროებზე, რა თქმა უნდა. ვნახოთ, რომელ ცხოვრების სფეროს უფრო მეტად შეეხება ეს ახალი ეტაპი. მაღალი არკანით გვაჩვენეთ, რომელ სფეროს უფრო შეეხება აქ მეორე პოზიციის ცხოვრებაში. სასიყვარულო ურთიერთობებს, თვითგანვითარებას, ჯანმრთელობა, ფიზიკური, მენტალური, კარიერა, ფინანსები, ყოველდღიური რუტინა, თუ ყველა სფერო საერთოდ. სასიყვარულო ურთიერთობები აქ იქნება, თასების მეფე ამოგვივიდა, თვითგანვითარება კი არის, ჯანმრთელობა, შვენიერი პენტაკლებში, კარიერა. კარიერა. მე ვიტყოდი აქ ისეთი ეტაპია, რომელიც თქვენ თავსთან უფრო მეტად გაახლოვებთ და გეხმარებათ, რომ იპოვოთ აი რა არის თქვენი გზა, რისთვის ხართ, აი რა უნდა მოუტანოთ სოციუმს, გარემოს, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფინანსები, თქვენ და რუტინა, თუ ყველაფერი ერთად. არა, რუტინაშიც პრინციპში პენტაკლების მეფე, კარიერა. აქ ყველაზე მეტად არის კარიერის თემა. და რა თქმა უნდა, კარიერა პირდაპირ კავშირშია. ყველა სფერო ერთად კი ვნახე, მაგრამ არ დავდე უკვე. ოკეი, ესე იგი კარიერა იქნება ესეთი მთავარი. კარგი. და თვითგანვითარებაც, რაც მე უკვე ვახსენე. კარგი, ვნახოთ ზოგადად, რას მოგიტანთ, ხო, ეს ახალი ეტაპი. რას მოუტანს ეს ახალი ეტაპი მეორე პოზიციას?
ვაუ, სამი მაღალი არკანი, ეს კარიერაში გქონდა ვარსკვლავი. ვაუ. აქ უბრალოდ სხვა სიტყვები არ მაქვს, აქ არის ვაუ. უდიდესი შინაგანი გამოღვიძება, უდიდესი განვითარება, საკუთარ შიშებზე შეხედვა, საკუთარ თავის გაცნობა, საკუთარ სიძლიერის მიღება. საკუთარი სიძლიერის მიღება და აქ არაჩვეულებრივი სულიერი გამოღვიძება, აქ არაჩვეულებრივი მომენტი, რომ თითქოს და ეს დაკავშირებულია სხვათა შორის რაღაც ისეთი ინფორმაციები, რასაც თქვენ ინტუიცია გაწვდით, ზემოძალები გაწვდით, ნუ ვინც რიციც ჯერა, იმით იხემძღვანელეთ, მაგრამ ისეთი მომენტი, რომ რაღაცა ნიშნები მოდის თქვენთან და თქვენ იღვიძებთ და თქვენ ხვდებით, რომ ეს არის ჩემი გზა, ამ გზით უნდა წავიდე. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის ეს მეორე პოზიციის ცხოვრებაში. კარგი. კიდევ. გამოსვლა კომფორტული ზონიდან, ქმედებები სიახლისთვის, ქმედებები იმისათვის, რომ რაღაცეები დავასრულოთ, დავანგრიოთ, რომ რაღაც ახალი ლაღი შეიქმნას. ნუ აქ არ იქნება, რა თქმა უნდა, ეს ისეთი იოლი, პრინციპში არაფერი არ არის ისეთი მარტივი, ხო? მაგრამ უფრო მეტად აქ იქნება ისეთი ბევრი სიტუაცია, სადაც იქნება ტრანსფორმაციები. ძალიან ძლიერი შინაგანი ტრანსფორმაციები იქნება აქ, სადაც მეორე პოზიციას მოუწევს კომფორტული ზონებიდან გამოსვლა და ესეთი турბულენციაც იქნება. რა იქნება ამ ახალ ეტაპში მეორე პოზიციისთვის? ნუ, რა ვთქვი, ნახეთ, ტოტალურად თქვენი ტრანსფორმაცია. რაღაც ისეთის, რასაც გრძნობს ახლა მეორე პოზიცია, რომ ეს ჩემში უკვე всё მიდის რაღაც, თქვენი ცხოვრებიდან მიდის რაღაც და თქვენშიც ხო? ეს რაღაც საბოლოოდ დასრულდება. ფენიქსივით საერთოდ ხელახლა წარმოიქმნებით, საერთოდ სხვა ახალი ენერგიებით. ტოტალური ტრანსფორმაცია. ძველი მიჯაჭვულობების, ძველი ქცევების მომენტში ვიღაცისთვის, კომპლექსების, შიშების, ამ ყველაფრის გაშვება. უდიდესი ტრანსფორმაცია აქვს მეორე პოზიციასთან, უდიდესი კვანტური ნახტომი, ასე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, ეს ასე არ ხდება, ბუნებრივია, ამას დაჭირდება რაღაც თავისი ასპექტებიც აქვს, უფრო სწორად, ხო? და ეს არ იქნება ძალიან მარტივი. მაგრამ არაჩვეულებრივი შედეგი იქნება, თუ მაგალითად ამ გზას აირჩიოთ და არ შეუშინდებით, ხო? რა დადებიც მოუტანს ეს ახალი ეტაპი მეორე პოზიციას? პენტაკლების რაინდეს საკუთარ ცხოვრებაში ვინმესთან დაკავშირებით, აქ სიყვარულს, კი, სიყვარულს, ავსებას, ემოციებს. ვიღაც მოვა თქვენს ცხოვრებაში აქ პიროვნება, სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით. კიდევ რას მოუტანს დადებიც ეს ეტაპი მეორე პოზიციას? წარსულის საბოლოო გაშვებას და ბევრ ახალ შანსებს, ძალიან ბევრ პერსპექტივებს. და კარგი ვიკითხოთ, რა დაბრკოლება ისეთი მნიშვნელოვანი შესაძლოა იყოს აქ მეორე პოზიციისთვის, რომ მეორე პოზიციამ გაითვალისწინოს. რა დაბრკოლება და ბევრი სხვადასხვა სახის დაბრკოლება შესაძლოა იყოს აქ გარემოდან, თქვენში, ვიღაცეებთან, თქვენი შინაგანი კონფლიქტები მაგალითად და აქ თავარი დაბრკოლება არის ის, რომ იმოძრავეთ, არ გაჩერდეთ, შეუშინდებით იმას, რომ რაღაცეები ისე არ გამოდის, როგორც თქვენ გსურთ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია შემართება, რომ არა, მე მინდა, მე გამომივა და ბევრ რაღაცაზე ხელის მოკიდება და შრომა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მუდმივი განვითარება, მუდმივი შრომა, დაუღალავი შინაგანს გულისხმობ, ხო? შინაგანი განვითარება. არა ის, რომ მე ჩავშდები კომფორტულ ზონაში და всё რა, მოხდება თავისით ყველაფერი, მაგრამ მეორე პოზიციას ეს არ შეეშლება. მე ვფიქრობ, ისეთი კარტები ამოვიდა აქ, მე ვფიქრობ, მეორე პოზიციას ავსებით განვითარებული პიროვნება აქ. და ძალიან ბევრი ახალი შესაძლებლობები იქნება ამ ახალ ეტაპში, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენ უნდა გაეხსნეთ ამ შესაძლებლობებს და არ
დაატორმოზოთ თქვენ თვითონვე საკუთარ თავი და ცხოვრება. აი, ეს მნიშვნელოვანი აქვს. ოკეი. შედეგი ამ ახალი ეტაპის. ახალი ნაცნობობები, ახალი ინფორმაცია, ახალი გამოცდილება, რელაქსი, უფრო მეტი სიბრძნე, სულიერი განვითარება სიბრძნესთან ერთად. სადაც ჩვენ ვიზრდებით, სადაც ჩვენ უფრო ვყალიბდებით და ვიცით, აი რა გვინდა, როგორ და რანაირად და უფრო მეტად ფილოსოფიურად ვუყურებთ რაღაც საკითხებს, უფრო კიდე სხვანაირად ვუყურებთ. აქ ამ ეტაპის ბოლოს შესაძლოა მეორე პოზიციამ უფრო სწორად ვერც იცნოს საკუთარი თავი ბოლოში. ასეთი შთაბეჭდილება მექნება. კარგი, რჩევა, მეორე პოზიციას აქ რჩევა. Listen to your intuitive feelings. Your body is receiving a accurate message from the divine. მოусმინე შენს ინტუიციურ გრძნობებს. შენი სხეული იღებს აი ზუსტ მესიჯებს სამყაროდან. უზენაეს ძალებიდან, სამყაროდან, ხო? ნუ კიდევ ერთხელ რისიც ჯერა იქედან გამომდინარე აიღეთ აქ ინფორმაცია, მაგრამ აი მთავარი მესიჯი მოусმინე შენს ინტუიციურ შეგრძნებებს, შენს სხეულს მოусმინე, დაუჯერეს შენს შეგრძნებებს, შენს გრძნობებს და შენს ინტუიციას, იმიტომ რომ ის მიგინიშნებს ყველაფერს, იქ იქნება ნიშნები, ერთი სიტყვით. და გზამკვლეველი იქნება შენი ინტუიცია, შენი სხეულით და შენი შეგრძნებებით. ძალიან საინტერესო ინფორმაცია იყო მეორე პოზიციისთვის, აუცილებლად დაალაიქეთ, ვისაც მოგეწონათ ეს გაშლა, დატოვეთ თქვენი უკავშირები, ძალიან სიამოვნებს და მიხარია თქვენი უკავშირების წაკითხვა. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, ვისაც ჯერ კიდევ ეს არ გაუკეთებია, რომ უფრო მეტად ბევრი გავხდეთ და საინტერესო კონტენტი გავაკეთოთ და მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე ჩემთან. ყველა ინფორმაცია მოცემულია ამ ვიდეოს ქვემოთ. მივესალმებ მესამე პოზიციას და ვნახოთ რა ეტაპზე ხართ ახლა. თქვენი ცხოვრების რა ეტაპი არის ახლა? ვნახოთ მთავარი კარტის სიგნიფიკაცია თქვენი ცხოვრების ახლა. ოკეი. ვნახოთ უფრო ვრცლად მესამე პოზიციის ეტაპი ახლა, რაც არის მის ცხოვრებაში. რა ეტაპია? მე ვიტყოდი აქ ემოციები. აქ არის რაღაც ემოციები, გრძნობები, მიჯაჭვულობები, ვნება, სურვილი, ასე ვიკითხოთ. ვინმესთან დაკავშირებით, ხო, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, ვინმესთან დაკავშირებით და ამოვიდა ესე უკვერთხები, ვინმესთან დაკავშირებით, აქ არის მთელი ისეთი რა გრძნობები, ნუ ვიღაცასთან შესაძლოა ეტაპი არ იყოს გრძნობების პირდაპირ რო ასე ხმამაღლა გრძნობები ღრმა ვუწოდოთ, მაგრამ უფრო მეტად ინტერესი, მიჯაჭვულობა, ემოციები, ვიღაცა შესაძლოა სამკუთხედებში, ოთხკუთხედებში იყოს, ხო? მაგრამ აი მთავარია ვიღაცასთან დაკავშირებით ეტაპი, სადაც ჩვენ ვართ რაღაც ემოციებში, განცდებში. ხო, აი ეს მთავარი არის ეს, აქ კონკრეტულად აი ეს გვაჩვენეს. გამოყვეს, უფრო არა გვაჩვენეს იყოს მესამე პოზიციის ცხოვრება. შესაძლოა ვისთვისაც რეზონირებს, უსმენთ. კარგი, გავაგრძელოთ მაშინ ჩვენ ახლა გაშლა. კარგი, მაშინ გვაჩვენეთ აი ამ ახლო პერიოდის განმავლობაში. კიდევ ერთხელ გახსენებთ, რომ გაშლა აქტუალურია იმ დროდან და დღიდან, როდესაც მოისმენთ, ჩართავთ. ამ ახლო მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში რა ეტაპზე გადადის აქ მესამე პოზიცია მის ცხოვრებაში. ვაუ, ახალი ეტაპი. ახალი ეტაპი, ახალი მიმართულება, უფრო მეტი დინამიკა. აქ რამესთან დაკავშირებით თუ ვინმესთან დაკავშირებით, რამესთან დაკავშირებით, ვინმესთან. ეს ის პიროვნება, ვინც აქ გამოვიდა თუ კიდე სხვა. აქ შესაძლოა კიდე სხვა ვინმეც იყოს და არა ეს პიროვნება, ვინც აქ მოგვივიდა, აი ვინმესთან დაკავშირებით განვითარება. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობის განვითარება. ახალ ლეველზე გადაყვანა ურთიერთობის, ან ვიღაც ჩდება, ვისთანაც არის განვითარება, ხო? ბევრნაირი ინტერპრეტირება შეიძლება ამისი. ოკეი, კიდევ რა ეტაპია ეს? ნუ, ისევ ვიღაცა. ეს მამაკაცია თუ კიდე სხვა? არა, ისევ ეს, აი ეს მამაკაცი, ვინც აქ ამოვიდა, ხმლების მეფე, სხვანაირად აჩვენეს ახლა როგორც თასების მეფე. და ესე იგი,
პიროვნებას ეხება, კი, პიროვნება. პიროვნებას და რა ამ პიროვნებასთან და რა. ვაუ, სიტუაციის შეცვლა, ბევრი რამ არის ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. რაღაცის აქ საბოლოოდ შეცვლა ამ პიროვნებასთან დაკავშირებით? ეს ახალი პიროვნებაა თუ იცნობს მესამე პოზიცია? არა, იცნობთ, ეს არ ამგონია, რომ უმრავლესობისთვის არ ამგონია იყოს ეს პიროვნება ახალი. აქ იცნობთ ამ პიროვნებას და რა უნდა ამ პიროვნებას მესამე პოზიციასთან? ახალი განვითარება, ახალი შანსი, ახალი ეტაპი, ქმედება, წინსვლა ამ ადამიანთან ერთად. და რას ელოდოს მესამე პოზიციამ ამ ადამიანისგან? ასეთ სტაბილურობას? კი. მეგობრებო, აქ სტაბილური პერსპექტივები არის ამ პიროვნებასთან მინდა ვთქვა. რა თქმა უნდა, არ დავიწყოთ, რომ ეს არის ზოგადი საჯარო გაშლა. და ბუნებრივია ყველას სიტუაცია აქ განსხვავდება დეტალებში, მაგრამ ზოგადად აი ამ ადამიანიდან, ვინც ამ ახალ ეტაპში ამოვიდა, რეალური პერსპექტივები არის. რეალური პერსპექტივები. აქ ვიღაცას ვისთვისაც არ არის მაგალითად, ხო, აქტუალური სასიყვარულო სფერო, შესაძლოა ეს საერთოდ არ იყოს სასიყვარულო სფერო და იყოს რაღაც მეგობრობა, ნათესავი, ახლო ადამიანი, ვიღაც ვინც გეხმარება თქვენს კარიერაში ან ფინანსებში, მაგრამ კონკრეტულად პიროვნება არის აქ, ვისთანაც ერთად თქვენ სიტუაცია, არ ვიცი, არ ჩვეულებრივად არის. ვიკითხოთ მაშინ, ეს უფრო მეტად რაღაც სასიყვარულო რომანტიული სფეროზეა ამ პიროვნებასთან დაკავშირებით თუ არა? არა, უფრო მეტად სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებული, მაგრამ ფორმატი, ხო, საინტერესო სასიყვარულო სფეროსთან, მაგრამ ეს რაღაც დამალულად არის. შესაძლოა ან არ გეუბნებოდეთ ეს ადამიანი, რომ აქვს რაღაც გრძნობები თქვენს მიმართ, შთაბეჭდილება არის, რომ სასიყვარულო სფეროსთან, მაგრამ გაურკვევლად, ემოციები, გრძნობები არ არის ნათელი, ბუნდოვანებაა, მაგრამ კი უფრო მეტად რომანტიულ სფეროს ეხება. შესაძლოა ეს პიროვნება კიდევ სხვა ცხოვრების სფეროშიც გყავდეთ და თითქოს იქ უნდა დახმარება და ამ დროს მისი მთავარი ის არის თქვენს მიმართ რაღაც რომანტიული განცდება. ესეც შესაძლოა იყოს, ხო? კარგი, ავდით ახლა ჩვენ მთავარ თემას და დავუბრუნდეთ ამ ახალ ეტაპს, ხო? კიდევ რას მოუტანს მესამე პოზიციას, ეს ახალი ეტაპი, რას მოგიტანთ? გამოსვლას შიშებით, რაღაცის გაშვებას, გამოსვლას კიდევ მეორედ ამოვიდა. ამოდის და ამოდის აქ პიროვნება. თასების მეფე ორჯერ და იგივე პიროვნება პირველად აღწერეს როგორც ხმლების მეფე. ესე იგი, აქ პიროვნება არის, ვინც აღწერეს პირველი ხმლების მეფე და თასების მეფე ორჯერ. ამ კონკრეტულ პიროვნებასთან არის რაღაც განვითარება, რაღაცის გადაჭრა, რაღაცის მოგვარება. ეს პიროვნება ეხმარება აქ მესამე, კი, და დახმარებაც არის. რაც თქვენ ძალიან გამოტივირებთ და კაი, რაში ეხმარება? ასე ვიკითხოთ, რაში ეხმარება? აქ ახალ შესაძლებლობებს გაძლევთ, გეხმარებათ რაღაც თქვენს ცხოვრებაში, რომ ყველაფერი რაღაც თავთავის ადგილას დაალაგოთ. ეს პიროვნება თითქოს არის უდიდესი, როგორ ჩამოვაყალიბო ახლა ეს ყველაფერი, სიტყვები როგორ მივცე ამ ყველაფერს. ეს პიროვნება არის ვიღაც ისეთი მნიშვნელოვანი, რომელიც თქვენ გიწყვებათ თქვენს ამ ახალ ეტაპის დროს და გაძლევთ ახალ შესაძლებლობებს და გეხმარებათ. ვიღაცა შესაძლოა საერთოდ გადასვლაშიც კი დაეხმაროს, ხო? ვიღაცასთან შესაძლოა ასე იყოს ეს სიტუაცია. რადგანაც საჯარო და ზოგადი გაშლა, ამიტომ უფრო მეტად რაღაც ასე ზოგადად ავხსნი და შემდეგ უკვე დაიჭირეთ ეს მომენტები, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი, აქტუალურია და შეგიძლიათ მიიღოთ ეს ინფორმაცია. შეგიძლიათ არ მიიღოთ ეს ინფორმაცია. ეს უკვე თქვენზე არის დამოკიდებული. თქვენ თვითონ მოარგეთ, ხო, ვის როგორნაირი სიტუაციები, მაგრამ აქ აშკარად, მესამე პოზიციასთან კონკრეტულად არის ვიღაც ტიპი, ვისთანაც, ეს ახალი ეტაპი არის, რადგანაც უმნიშვნელოვანესი პიროვნება ამ ახალ ეტაპში, რადგანაც ის თქვენ გეხმარებათ. ვაუ, საინტერესოა. კარგი. რას მოუტანს ეს ახალი ეტაპი მესამე პოზიციას? რას მოუტანს? ოკეი. ვაუ. აქ ასეთ სიტუაციებს ამ პიროვნებასთან თუ ინტუიციის რაღაც
ვაუ, აქ ინტუიციის სხვათა შორის ძლიერი ინტუიციის გაძლიერება. ძლიერად და ინტუიციის გაძლიერება. რაღაცებს, ისევ ხმლების მეფე, მეორედ. ამ პიროვნებასთან რაღაცა, ხო? ფარული ამ პიროვნებასთან დაკავშირებით შესაძლოა იყოს ეს ურთიერთობა ფარული, ან ეს თქვენი კომუნიკაცია იყოს რაღაცა დამალული ფარული, იმიტომ რომ ეს ძალიან იგრძნობა აქ. შესაძლოა ვიღაცის გამო, ან უბრალოდ შეიძლება არ იყოს მესამე, მეოთხე ფაქტორები, არამედ უბრალოდ მიზეზები, ხო, ამისთვის იყოს, მაგალითად ადამიანს არ უნდადეს აფიშირება. ვიღაცასთან მართლა შესაძლოა სამკუთხედი, ოთხკუთხედი სიტუაციებიც იყოს აქ, მაგრამ ამ პიროვნებასთან რაღაცა ესეთი ძლიერი კავშირი, რაც არ არის ასე ყველასთვის სახალხოდ ცნობილი, არ არის ფორმატირებული და აფიშირებული. და ვეკითხები ამ ეტაპზე და ისევ მაბრუნებენ ამ პიროვნებასთან. კიდევ რას მოუტანს ეს ახალი ეტაპი მესამე პოზიციას. ვაუ. ცვლილებებს, ძლიერ ცვლილებებს, ასეთ ცვლილებებს, ცვლილებებს, ტრანსფორმაციას, არჩევანს და ტრანსფორმაციას, სადაც თქვენ იქნებით არჩევნის წინაშე. კარგი, რა დაბრკოლება შესაძლოა იყოს აქ ერთ-ერთი მთავარი, რაც გაითვალისწინოს მესამე პოზიციამ, რომ შემდეგ ისევ მამაკაცთან დაკავშირებით. აქ ისევ მამაკაცთან დაკავშირებით, კი, და რა? რომ არ შეხვიდეთ გაურკვევლობაში, რომ რაღაც სისულელეებში, ვისთვისაც მაგალითად, ხო, ასე ვიტყვი, ვინც ეძებს რაღაც სტაბილურ პერსპექტიულ ურთიერთობებს, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავი დააღწიოთ ვიღაც ნარცისებს, ინფანტილებს, ან ადამიანებს, რომლებიც გაურკვეველ რაღაცებს გთავაზობენ, ვერ მოგცემენ იმას, რასაც ეძებ, ხო, არასტაბილურები არიან ყველაფერში ურთიერთობაში, არ ეძებენ სტაბილურობას, არ ქმებენ ყველაფერს თავის სახელს და შეიძლება მოგატყუონ, ხო, არ შეხვიდეთ რაღაც ასეთ სიტუაციებში, სადაც ამას გრძნობთ. დაიცავით აქ თქვენი ინტერესები და თქვენი საზღვრები და არ მოიტყოთ თავი. საკმაოდ ბრძენი ადამიანი ხარ, მესამე პოზიციას ვეუბნები, ვინც არ უნდა იყოთ, რო უსმენთ ახლა ამ ვიდეოს, ბრძენი ხარ ძალიან, გაქვს ამის შესაძლებლობები, რომ წინასწარ იგრძნო და დაინახო რაღაცეები და განსაზღვრო, ამიტომ იმას, რასაც ადამიანი გიმალავს, შენ იგრძნობ. და არ მიცე შანსი ისეთ რაღაცეებს და ისეთ ვიღაცეებს, სადაც გრძნობ, რომ არის ტყუილი, არის ბუნდოვანება და შევა მთვარეში და იქ ჩავეფლობი რაღაც გაურკვევლობაში, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა აქ. კარგი. რჩევაზე რადგანაც არის რჩევა მესამე პოზიციას აქ. რჩევა მესამე პოზიციას. ემოციური სენსიტიურობა. ეცი პატივი შენს სიღრმისეულ სენსიტიურობას, მაღალ დონის მგრძნობელობას, ეცი პატივი, რადგანაც ეს არ არის ცუდი. რეალურად ეს არის საჩუქარი. რომ ამ საჩუქარით, ამ მაღალი დონის მგრძნობელობით საკუთარი ინტუიცია, საკუთარი უზენაესი მე, სამყარო გესაუბრება და გაწვდის მინიშნებებს. ასე რომ დააფასე ეს და ძალიან მოვფრთხილდი ამას, იმიტომ რომ ეს არის შენი ნიჭი, ტალანტი, საჩუქარი, რა ვიცი, როგორც კიდე ისე უწოდე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და მიაქცია მას ყურადღება და ეფოფუნე, რადგანაც ეს ძალიან მაგარია და ყველას არ აქვს ეს შესაძლებლობა. წარმატებები მინდა ვუსურვა ყველას, ვისაც მოეწონა ეს გაშლა, აუცილებლად დალაიქეთ, დატოვეთ თქვენი უკავშირი კომენტარებში, ხოლო ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერიათ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ. სურვილებს გელუდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. წარმატებები ყველას.